ეუფეო ზეცათა ლუგეში ლუგეში მარიტებისა ყოველდღა ხარდა ყოველსავე აღოსის მაგნიტაში დაუნჯო კეთილთა მომიჯებულ ცხოვრებისა მომედა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ჩვენ ყოველსაგან ვიცისა და აცხოვრის სახიერ სულ ამინ აღზანდი ჩვენ წინა შეხვედრაზე დავასრულეთ 21 თავი და მივედით 22 თავზე. მოდი განვაგრძოთ პირდაპირ ყოველგვარი შესავლის გარეშე. და მე მიუგო მათ იესო იგავით და თქვა, ანუ უბრალოდ წინა მუხლი შეგახსენებთ, რომ წინა მუხლი დამთავრდა იმით, რომ როდესაც უფალმა ტრადიციულად ამხილა ფარისევლები თავისი ჩვეული მეთოდებით, რომლებიც ეძიებდნენ მას, რომ გამოეჭირათ სიტყვაში და ისინი სულ ისე დაასდევენ მას, რომ როგორმე რაღაცნაირად გამოეჭირო, მაგრამ ამას ვერასოდეს ვერ ახერხებენ და რა თქმა უნდა ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ უფალს ებძვიან და ვინც უფალს ებძვის, ის ყოველთვის დამარცხებული იქნება, იმიტომაც ამბობდა უფალი, რომ ლოდ შეადარა საკუთარი თავი თავსაკიდოს, რომელიც ვისაც დაეცემა გაანადგურებს და ვინც ამ ლოდს დაეცემა, ისიც განადგურდება და შეიმუცრებაო ხა. მიხვდნენო, რაც თავარიაო, მიხვდნენო, რომ მათზე თქვაო ეს ყველაფერია, მაგრამ აი რა უგუნურები არიან, ხვდებიან რომ მათზე ამბობ, ხვდებიან რომ მუდამ დამარცხებულები არიან, მაგრამ აი ადამიანის სამფართავანი ბუნება არის სწორებს და მუდამ უნდა რომ რაღაცნაირად მეც ეჭიდაოს და მეთთან გაიმარჯოს რა და აი ეს ჭირდება. და ბოლო მუხლის სწორედ ეს იყო და ეძიებდნენ შეპრობად მას და ეშინოდა ერისამისგან რამეთო ყოველთავით არცა წინასწარ მეყოლი ეპრაიგია. ანუ უნდათ რომ შეეპყროთ, უნდათ რომ ანუ ფარისევლებს, მწიგნობრებს და ჟულის მოძღვრებს მათი ნება რომ ყოფილიყო ქრისტეს გამოჩენის პირველივე დღეებიდანვე მოიშორებდნენ მას და მოკლავდნენ. უბრალოდ ეს 3 წელიწადი იმიტომ დააჭირდა რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს ღვთისგანგება იყო და ღვთისგანგებას ისინი ვერ გადავიდოდნენ ვერასოდეს და ეს ესე იყო ღვთისაგან განსაზღვრული რომ ეს დრო მას ჭირდებოდა მისიონერული მოღვაწეობისათვის რომ ყველაფერი გაეკეთებინა ის რაც ადამიანთა ცხოვრებისა და გადარჩენისათვის იყო აუცილებელი. ეს ერთი და მეორეც ადამიანურად რო შევხედოთ ხორციელად, რომ მათ ჭირდებოდათ ნიადაგის მომზადება საიმისოდ, რომ ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა და ამიტომაც არის რომ 1000 მზაკრობას 1000 ცილისამებას ავრცელებენ რომ როგორმე რაღაცნაირად ხალხი დააჯერონ რომ აი როგორი ავაზაკია, როგორი მავნებელია საზოგადოებისათვის და როგორი ზედმეტი ადამიანია რომელიც უნდა მოიშოროს. ვინ? უფალი ხო რომელიც სიკეთისმეც არაფერს აკეთებს. და აი ამჯერადაც ვეძიებდნენო რომ შეეპყროთო, მაგრამ ეშინოდათ ხალხისაგან, იმიტომ რომ ხალხი როგორც წინასწარმეტყველს ისე თვლიდა, ანუ ჯერ არ იყო მომწიფებული საიმისოდ სიტუაცია, რომ შეეპყროთ და განესაჯეთ როგორც დამნაშავე. მერმე მიუგო იესო მათ იგავით და თქვა, ახალ იგავს ეუბნება მათ. ემსგავსა სასუფეველიცათა კაცსა მეუფესა, რომელმა ყოლ ხორცილი ძისა თვისისა. ახალი იგავია, სადაც კაცი მეუფე, სახლისა უფალი და ასე შემდეგ, როდესაც იხსენიება, ყოველთვის ჩვენ უფალი უნდა წარმოვიდგინოთ მის ქვეშ, ხო? ყოველთვის. ანუ კაცმაო, შეძლებულმა მდიდარმა ადამიანმა, კაცსა მეუფემ ხორცილი გამართაო თავისი ძისო, თავისი შვილისო. და წარავლინა მონანი თვისნი მოწოდება ჩინებულთა მათ ხორცილსა მას და არა ინებეს მოსვლა. გააგზავნა თავისი მსახურები, რომ დაეპატიჟათ ამ ხორცილში ჩინებულნი. ჩინებულნი ვინ არიან? ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩინებულების ქვეშ იგულისხმებიან ისრაელის ერი, ებრაელი ხალხი, ებრაელი ერი, რომლებიც ითვლებოდნენ რჩეულ ერად და მათი რჩეულობა განპირობებული იყო სწორედ იმის გამო, რომ
მათში მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ერში იმ დროინდელი მსოფლიოს მასშტაბით იყო შენარჩუნებული სწორი დამოკიდებულება და სწორი რწმენა ღმერთის შესახებ. ღმერთი არ არის არა მზე და არა მთვარე და არა რაღაცა წყალი და არა ხე, არამედ ღმერთი არის უზენაესი არსება, სული, სამყაროს შემოქმედი, ყოველწლინა სამებარო იყო ეს ჯერ კიდევ უბრალოდ მინიშნებებით იცოდნენ და ეს შემდეგ უკვე გაცხადდა ახალ აღთქმაში, ყოველ შემთხვევაში მათ იცოდნენ რომ ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი სული. მათ ყავდათ წინასწარმეტყველი მოვლენილი, წინასწარმეტყველნი, მრავალნი მოვლენილი უფლისაგან, რომლებიც ასწავლიდნენ მათ ამ ღვთის სიტყვას. წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოვლენებას, ანუ წინასწარმეტყველების მთელი არსი და შემდგომარეობა, მინდა რომ კარგად გაიაზროთ. წინასწარმეტყველების და მთელი ძველი აღთქმის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შეემზადებინათ ხალხი მესიის მისაღებად, ქრისტეს მისაღებად. ამ კუთხით ყველაზე მეტად ესაია წინასწარმეტყველი გაისარჯა, იმიტომ რომ ესაია წინასწარმეტყველს პირდაპირ სიტყვით, აი თითქოს კი არა მან ეს იხილა, რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველი სწორედ ამიტომაც იყო, ანუ იხილა თავის თვალით ის, რაც მომავალში ელოდა კაცობრიობას. და ამზადებდა უფალი განგებ ერს ქრისტეს მისაღებად, მესიის მისაღებად. ამ უზარმაზარი მოვლენის მისაღებად. და ეს არ იყო მარტივი, ხო, მოდი ამაზე შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ახლა ადამიანისთვის ურთულეს და ეს ღმერთმა კარგად იცოდა, რომ ურთულესი იყო ადამიანისთვის მიიღო მესია, თავისივე ადამიანის ბუნებაში, ადამიანის სხეულში მოსული, განკაცებული ღმერთი ურთულესი გასააზრებელი იყო ადამიანისათვის და ეს რომ იცოდა უფალმა, ამიტომაც მოუვლინა წინასწარმეტყველები, ამიტომაც წინასწარმეტყველებდნენ ისინი, რომ ამზადებდა ერს მის მისაღებად. და ვინც მოემზადნენ და ვინც სათანადოდ მიიღო ეს წინასწარმეტყველებები და სწორად მოისმინა, მათ მიიღეს უფალი. და ვინც ვერა, მათ ვერ მიიღეს. ხო? ხო და აი ეს ხალხი იყვნენ სწორედ ჩინებული. ანუ ესენი არიან ის ხალხი, ვინც სწორად იცოდა ღმერთის შესახებ. და აგზავნისო, მონებსო, სწორედ მათთან, ვინ არიან ეს მონები? მოდი თანდათანობით განვარტყოთ. ხო, ანუ ეს წინა იგავის მსგავსია და თქვენ ადვილად შეძლოთ რომ დააკავშიროთ ერთმანეთს. ვინ არიან ეს მონები? ეს მონები არიან სწორედ ის წინასწარმეტყველნი, რომელიც უფალმა მანამ გააგზავნა. უყურე, სიძის შვილის ქორწილი განიზრახა უფალმა, ხო? და ამ ქორწილისთვის დასაპატიჟებლად ეძახის ახლა ებრაელ ერს. მოდი აი ხა ესე გავშიფროთ ეს ყველაფერი. დააგზავნის მასთან თავის მონებს, თავის ახურებს და ვინ არიან ეს მონები? კიდევ ერთხელ ვთქვათ, ესენი არიან ის წინასწარმეტყველები ძველი აღთქმისა, რომლებიც უხვად გააგზავნა უფალმა ებრაელ ერთან, რომ მოეწოდებინა ისინი ამ ზეციური ქორწილისათვის. უფალთან დაქორწინებისათვის. მოდი ვნახოთ, რას შვებიან ეს ჩინებული ადამიანები, ასე ვთქვათ. არაინებს მოსულათო. არ გაუჩნდათ სურვილი, რომ ისულიყვნენ იმ ქორწილში. ანუ დაპატიჟებაზე უარი უთხრეს უფალს. უფალმა თავისი ძის ქორწილში დაპატიჟდა ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ეკუთვნოდა. და ეხლა ქორწილში რომ ადამიანი დაპატიჟდა, წესით უნდა გაგიხადდეს, ხო? ეხლა ნორმალური რეაქცია ეს არის. ეხლა შეიძლება დილობიანი უარი უთხრა, თუ რაღაცა აუცილებელი და გადაუდებელი საქმე გაქვს, ხო? და გული დაწყდება, ხო, რომ აი რომ ვერ მიდიხარ, იმიტომ რომ რაღაცა მოილხენდი, გაიხარებდი მისი სიხარული, შენს გაგიხარდებოდა და უცნაური რამე ხდება. არ უნდა წასვლა. ქორწილში ეპატიჟება გამზადებულ სუფრაზე კაცი და არ მიდია. მოდი ვნახოთ, უფრო უარეს საკეთებად კიდევ. ყვალა წარავლინა სხვანი მონანი და რქვა. არ ხუჩინებულთა მან. აჰა ესე რა პური ჩემი მზამი ყოფიეს. ზვარაკები და უსხები ჩემი დაკულარიან და ყოველივე მზას მოვედით ქორწილს ამას. კიდევ გააგზავნა მონები. წარმოიდგინეთ, ღმერთის მოთმინებას დააკვირდით თქვენ. მის სიყვარულს დააკვირდით ადამიანების მიმართ. მისი რჩეული ერის, აი ჩინებულების მიმართ. ხელახლა აგზავნის. და განუმარტავს, რომ ქორწილი მაქვსო რა, კიდევ ერთხელ ეუბნება. ჩემი შვილის ქორწილი მაქვსო, სუფრა გაშლილიაო, საკლავი დაკმულიაო. გამზადებულია ყველაფერი თქვენ გეუბნებითო. ხოლო მათ
უდეპყვეს და წარვიდეს, რომელიმე თვისა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თვისა. მათ ისევ იგნორი გაუკეთეს უფლის მოწოდებას. აი ამ ხორცილისკენ. ზოგი თავის აგარაკზე წავიდაო, ზოგი თავის სავაჭროზეო, ანუ სადაც აი ყურეთ დაუკვირდით კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ბევრჯერ შემიხსენებია თქვენთვის რას ამბობს უფალი. სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. უყურეთ, მათი საუნჯე ზეცაში არ იყო. მათ დაავიწყდათ უკვე რომ ყავდათ ზეციერი მამა, არც იმისი სიძის ქორწილი უნდათ, არც იმისი შვილი უნდათ, არავინ არ უნდა. საერთოდ აღარ ახსოვთ სული. საერთოდ აღარ ხვდებიან, აღარ ესმით მათ სულიერი ენა. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, ყური აქვს და არ ესმით, თვალები აქვს, ვერ ხედავენ. გონება აქვს, ვერ გულისხმატყოფენ. ხედავთ? და უგულებელ ყვეს უფლის შემოთავაზება და დაპატიჟება. და თავიანთი საქმეებს მიაშურეს ისე. უყურეთ, ვინ არის ეს ხალხი? ეს ხალხი არიან ისინი, ვინც არ იციან და გააზრებული არ აქვს, გაშინაარსებული არ აქვს, კარგად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის წინაშე მსახურება. მოდი დღევანდელ დღეზე გადმოვიტანოთ. ეხლა და ჩვენი თავით შევადაროთ, ხო? აი დღეს მომიწია ზუსტად ერთ-ერთ ჩემს სულიერ შვილთან საუბარი, რომელიც კაიხანია დაკარგული მყავდა რა. და რაღაც გამოჩნდა. შემთხვევით დამინახა მანქანი და გადმოვიდა. თვალ ვეღარ ამარიდა რა, ნუ ძალიან მიყვარს აი ადამიანია, მაგრამ ნუ ესე დაემთხვა. ხო და იმასაც უთხარი ზუსტად რა, რომ აი მე მომიყოლია ხოლმე ესე კერძო საუბრებში, თქვენთანაც მინდა ვთქვა, რომ აი მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანია და პირდაპირ უკავშირდება ამ თემას და იმიტომ გადავუხოთ ცოტას. რომლებიც დროს ვერ ნახულობენ ეკლესიაში მოსასვლელად. აი არიან კეთილი ადამიანები, კარგი ადამიანები, თითქოს არაფერს აშავებენ, თითქოს სულს არაფერს აკეთებენ, მაგრამ ეკლესიაში მოსასვლელად, წირველოცვაზე დასასწრებად დრო არ რჩება. აი ვერანაირად ვერ ნახულობენ დროზე. მე მომყავს ხოლმე ყოველთვის ესეთი მაგალითი რა. მე და ჩემი მეგობრები ძალიან დიდი ხნის წინ, ბევრი წლის წინ ლუდით სვავდით სადღეგრძელოებში, და ეხლა ძველი ლუდის სადღეგრძელოები ალბათ მოგიხსენებათ, რა თქვენ როგორ ისეთი გაშარჟებული იყო, ხო? უკუღმავამბობთ ხოლმე ყველაფერს ხო. ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა დაალია ესეთ სადღეგრძელო რა, რომ მოდი ვიბიჭებო, ეს იმ კაცს გავამარჯვოს, რომ კაცობა რო უნდა დრო რო არა აქვსო. ხო და მე რომ დავფიქრდი, აი მართლა ნუ ეხლა ჯერ ბევრი ვიცინეთ, რა თქმა უნდა და მე მივხვდით და გავიხსენეთ, რა ისო სათითაოდ გავიხსენეთ ადამიანები ჩვენს გარშემო. კაცობა რო უნდა და დრო არა აქვს. აი რამდენი მინახავს, კარგი ინჟინერი, მათემატიკოსი, ექიმი, ბიზნესმენი, მაგრამ კაცები არ არიან. ერთგულების უნარი არ აქვს, კაცობის უნარი არ აქვს, ვერ დაეყრდნობი, მასთან ერთად ერთ ნაბიჯზე ვერ ენდობი, აი ვერსად ბრძოლაში ვერ წაყვები, იმიტომ რომ არ იცი რა მომენტში გიღალატებს. აი ის არ აქვს, რაც ყველაზე მთავარია. არა და უნდათ. როგორც კი დალევენ ორჭიქას, მაშინვე კაცობენ რა. და მაშინვე ახსენდებათ, რომ ის არის მთავარი, მაგრამ ეს იმ დროს. თორე ისე დრო არ რჩება კაცობისთვის. არ აქვს მაგისი დრო. და იცით რატო არ აქვს დრო ჩემო ძვირფასებო? იმიტომ რომ არ აქვს გააზრებული, ეს არის ყველაზე მთავარი და პირველხარისხოვანი. ეს გონიათ რომ მოიცდის. ანუ პრიორიტეტებია დარეული და მე სულ ამას ვამბობ, რომ პრიორიტეტები უნდა ქონდეს ქრისტიანს კაცრად განსაზღვრული და სწორად დავაგებული. უნდა იცოდეს მის ცხოვრებაში რა არის მთავარი და რა არის მეორეხარისხოვანი. აი ესეთ ადამიანს მაგონებს მე ნებისმიერი ქრისტიანი მონათლული ადამიანი, თუნდაც ეკლესიური ნომინალურად, პირობითად, რომელიც დადის თითქოს და ეკლესიაში, მაგრამ მისი სიარული შემოიფარგლება წელიწადში ორჯერ, სამჯერ მოსვლით რა, ერთხელ მოძღვრის ნახვით. და თითქოს და თავს იმართებს იმ მოტივით, რომ აი დრო არ აქვს. ის ამსახურია, ის არის, ეს არის და ასე შემდეგ. აი ვერასოდეს ვერ მივიღებ ამ არგუმენტს შემოკარგებულ. ვერასოდეს. ეს ჩემთვის პირდაპირ ინდიკატორია, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ესე იგი ამ ადამიანს არეულია ღირებულება. ესე იგი ამ ადამიანმა არ იცის, რომ ყველაზე მთავარი მისი უკვდავი სული და მისი მიხედვა. ყველაზე მთავარი ღვთის წინაშე მსახურება. მე ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის ვერც ერთი თქვენთაგანი ვერ დამაჯერებ, რომ რაც თქვენთვის პირველ ხარისხოვანია, იმისთვის დრო არ რჩება. და ნურც ეცდებით რომ დამაჯეროთ რა. მაინც არაფერი გამოგივა. დაგიმტკიცებ თითოეულ თქვენთაგანს. რომ რაც თქვენთვის პირველ ხარისხოვანია, იმისთვის დროს ყოველთვის ნახულობთ.
ყოველთვის გულში ჩაიხედეთ და მიხვდეთ და ჩააჩოჩებთ მეორე ხარისხოვანს, მესამე ხარისხოვანს, გადადებთ, გადაწევთ, მაგრამ რაც პირველ ხარისხოვანია, იმას ყოველთვის გააკეთებთ. ამისთვის ყოველთვის ნახულობს ადამიანი დროს და როცა ადამიანი ეკლესიისთვის დროს ვერ ნახულობს, საკუთარი უკვდავი სულის გადასარჩენად კვირაში 4 საათს ვერ გამოძებნოს 2 საათს, 2 საათს შაბათ საღამოზე 2 საათს კვირა დილას, კაი თქვათ და სამსახური გაქვს ისეთი კაბალური და საშინელი რომ აი არ გიშვებენ, არ განთავისუფლო, შედაუცილო შუა კვირაში მოდი. ხო იცი რომ ჩვენ მოძღვრების სუიკა ვართ, ისე გამოჩნდით 15 წუთით მოირბინე, 20 წუთით მოირბინე, პარაკლისი გადამახტევინე, ისე იულოცე. შუა კვირაში როა წირვა იმ დროს დაესარი, შენ ყოველთვის შეძლებ აი ბუნებგინების გამოხატვას. იმ სამსახურშიც ეცდები ყველანაირად რომ ისე დააყენო საკითხი, რომ ის კვირადღე გამოითავისუფლო. აი ყველაფერს იზამ იმისათვის, როდესაც ჩემთვის პირველ ხარისხოვანია ღვთისწინაშე მსახურება, რომ აი ეს გააკეთო. დამერწმუნეთ რომ ესეა რა. აი ყურეთ, ამ შემთხვევაში ესეა, უბრალოდ მე გადაუხვიე და ნუ ეს გადახვევა არ არის, იცი თქვენ რომ ეხლა მე სწორედ იმიტომ განმარტავ სახარებას, რომ ეს არ არის რაღაცა განყენებული ინფორმაციის მოწოდება ჩემი მხრიდან თქვენთვის, ეს უნდა დაუკავშიროთ ყოველთვის ჩვენ ცხოვრებას. უფალი რომ მიმართავს იმ ხალხს, ჩვენც ის თანამედროვეები ვართ. ერთ რამაზე შევთანხმდით, როცა ჩვენ სახარებას ვიძებთ ხელში და ვკითხულობთ, იქ უკვე დრო აღარ არსებობს. დროის ყველანაირი საზღვარს ვშლით ჩვენ. ჩვენ ვართ უფალთან ერთად, მოგზაურობთ მასთან ერთად, მის მოწყობლებთან ერთად და ვცდილობთ რომ თანამონაწილე ვიყოთ ყველა იმ მოვლენისა, რაც მათ განიცადეს და გადაიტანეს. და ყველა ის სიტყვა, რომელსაც უფალი მოგმართავს, გვეხება თითოეულ ჩვენთაგან, დღესაც. და შეგვეხება ხვალაც 100 წლის შემდეგ და 1000 წლის შემდეგ თუ კიდე იარსებობს ეს ქვეყანა. აი სწორედ ეს ხალხი არიან. ვისაც ყველაზე მეტად ევალებოდა ვისაც უპირველეს ყოვლისა უნდა ცოდნოდათ და მათი პრიორიტეტების სია უნდა ყოფილიყო სწორად განსაზღვრული თავარი ღვთისწინაშე მსახურება, როგორ შეიძლება და თავიანთი აგარაკი სავაჭრო ან რაიმე სხვა რამ დაეყენებინათ უფლის მოწოდებაზე მაღლა. უფალმა მოუწოდა რომ მოდი თუ კაცო ჩემ ქორწილში, ჩემი შვილის ქორწილიაო. და მოდი ვნახოთ, კიდევ უფრო შორს მიდის მათი თავხედობა. არა თუ უგულებელ ყვეს მხოლოდ უფლის მოწოდება და ის ხალხი, ვინც უფალმა გამოაგზავნა, არამედ ნახეთ რა შვებიან. ხოლო სხვათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსხუდნეს. ხოლო სხვებმაო, ანუ ზოგიერთმა მათგანმაო, ზოგმა უბრალოდ იგნორი გაუკეთა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმაო, ამ უფლის მსახურებს, რომლებმაც ვისთვის რამე დააშავეს მათ, მოვიდნენ უფლის მსახურები, რომ მოეწოდებინათ ისინი ქორწილში დაპატიჟეს. და არათუ ის რომ გახარებოდათ, მადლობა გადაეხადათ, რომ კი ბატონო მოვდივართ და გაგვიხარდა და მადლობა ეთქვათ მათთვის, არამედ აგინესო, შეიპყრესო, სემესო და მოწყვიტეს, ანუ დახოცეს. სადამდე მიდის ადამიანის უმადურობა და უგუნურება. და ჩვენ წინა იგავიდან გვახსოვს, ეხლა აქ აღარ ამბობს უფალი და აღარ აგძელებს, რომ შემდეგ ის იქ ვენახზე იყო ლაპარაკი წინა შემთხვევაში რა, რომ თავისი ძე გააგზავნო, იქნება ამისი მაინც შეწყვეტო. და ის ძე დაიჭირეს და მოკლეს. თუ ეს მემკვიდრეაო და ამას თუ მოუკლავთ, მის სამკვიდრებელი ჩვენ დავრჩებოა. მე მართლა მაუწევს ღმერთის სიყვარული და რიცულოვნება ჩვენს მიმართ ხალხო ჩვენ და თან არ დაგავიწყებ, მე მოძღვარი ვარ და აღსარებებს ვისმენ და ამიტომ გეუბნებით ამას. ზუსტად ვიცი ადამიანების გულში რა ხდება რა. ჩვენ ღვთისაგან მხოლოდ და მხოლოდ საჯელს ვიმსახურებთ. თუ დამსახურებაზე მიდგა საქმე, რასაც ჩვენ ვაშავებთ ღვთისწინაშე და რასაც ჩვენ ვსწავლავთ, სასჯელისნაც არაფერს არ ვიმსახურებთ და რამხელა ღმერთის კაცმოყვარება, რამხელა ღმერთის სიყვარული, როგორ უყვარვა, როგორ ვიბრალებს, როგორი რიცულოვანია ჩვენს მიმართ, როგორ ვითმენს ყველაფერს. როგორ მზათაა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე კი არა და წამამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოგვითფინოს ყოველივე უფალმა. მე არ ვიცი, გაოცებული ვარ რა ჩვენი უგუნურებით და ღმერთის რიცულოვნებით რა. დახოცეს კაცო ხალხი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, წინასწარმეტყველებზეა ლაპარაკი არა. და წინაზეც გითხარით, ესაა წინასწარმეტყველი ხერხით გახერხეს. კაცი რომელმაც ქრისტეს შობა წინასწარმეტყველა, თვალნათლი აი რო წაიკითხოთ ესაა წინასწარმეტყველება გაოცდებათ რა.
ხოლო მეუფე იგი გაანრისხნა. ესმარა ესე და მიავლინა ერი თვისი და მოსრნა კაცის კულევი იგი და ქალაქი იგი მათი მოწვა ცეცხლითა. გაანრისხდა უფალი. გააგზავნა ჯარი, დახუცა ის კაცის კულელები და მათი ქალაქიც მოაუხრა და ცეცხლით მოწვა. მაშინ თქვა მონათა თვისთან და თავის ახურებს უძანა. ქორწილი ესე მზარს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნენ. მიაქციეთ ყურადღება. ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნენ. ის ხალხი, ვინც იყვნენ უპირველეს ყოვლისა მოწოდებული და იგულისხმება კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ებრაელი, სამწუხაროდ თავიანთ სათანადო სიმაღლეზე არ აღმოჩნდნენ და ღირსნი არ აღმოჩნდნენ აი ამ ქორწილისა. უდაწყვეტილი ამოს უფალი ამოს. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ უფალს სიკეთის მეტი და სიყვარულის მეტი ამ თავისი ერის მიმართ არაფერი გაუკეთებია. მაგრამ მათ აი ამითი გადაუხადეს ღმერთს. წარვედი მე ბოძირთა გზათასა და რაოდენიცა ყოლოდ მოუწოდეთ ქორწილსა ამას. აი ახლა წადითო, მანამდე ხო ჩინებულებთან გააგზავნა, ანუ აღმატებულ, პრივილეგირებულ ხალხთან, ვინც იცოდნენ მის შესახებ. ეხლა უკვე გააგზავნა. წადითო მე ბოძირთა გზათასაო, ანუ ყველგან გადითო ეხლაო და გზაზე ვისაც ნახავთო, მოუწოდეთ და მოიყვანოთ, იმიტომ რომ ქორწილი გზა არისო და ამ ქორწილს სჭირდებაო თავისი სტუმრებიო. მაგრამ მოდი მივაქციოთ ყურადღება, თლად ისეც არ არის, რომ ეხლა ყველა მოხდეს აქ. ვიღაცა ერთი მოხდება ისეთი, რომ არ უნდა იყოს და ნახოთ, აბა რა მოხდება. ეხლა სულიერად თან აუხსნა და დავაკავშიროთ, რას ნიშნავს ეს? უფლის სიტყვა მარადიულია, ყველა დროს მოიცავს და ანუ უფალმა იწინასწარმეტყველა ამით ის, რომ ისრაელიერი, რომელმაც ვერ მიიღო უფალი, შემდეგ დაისჯება ამის გამო და ესეც მოხდა და იცით თქვენ რომ დაისაჯა, წინაზე შეგახსენეთ მე ამის შესახებ და განიფანტე მთელი ისრაელი მთელ მსოფლიოში და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აგერ სულ მე-20 საუკუნეში დაუბრუნდათ მათ თავიანთი ქვეყანა და აგზავნის უფალი უკვე შემდეგ მოციქულებს აქადაგებლა წარმართებთან, ანუ ეს მებოძირებში, ანუ დანარჩენ ხალხში იგულისხმებით ყველანი აბსოლუტურად ებრაელების გარდა. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი რაოდენი პოვეს ბოროტი და კეთილი. მიაქციეთ ამასაც ყურადღება. რაოდენი პოვეს ბოროტი და კეთილი ყველა შეკრიბესო. მარტო კეთილები არა, ბოროტის და კეთილიცო. დააღივსო ქორწილი იგი მეინახითა. მაგრამ მოდი ხა დავსვათ შეკითხვა. ბოროტები იმიტომ მოხვდნენ იქ რომ ბოროტები იყვნენ იმ ქორწილში. არა ჩემო ძვირფასები. აქ არის ლაპარაკი ისეთ ბოროტებზე, რომლებიც იყვნენ მართალია თავისი ცხოვრების რაღაცა გარკვეული პერიოდი ბოროტები, მაგრამ შემდეგ გამონახეს საკუთარ თავში ძალა სინანულისა, შეინანეს სხოვეს უფალ შენდობა, განიწმინდნენ საკუთარი სინანულის სრემლში და ღირსი გახდნენ უფალთან მიახლებით. ეს რომ ასია ნამდვილად რა იქ ბოროტების ადგილი არ არის, სულ მალე დავწუნდები ჩვენ ამაში. ანუ ყველანი შეკრიბეს. ყველანაირი ხალხი, ყველა ხალხს უკადაგეს მოციქულებმა. სული წმინდა, როდესაც გარდა მოვიდა მოციქულებზე, აბსოლუტურად მთელ მსოფლიოს უკადაგეს. მაშინდელი მსოფლიოს ყოველი ერისათვის გასაგებ ენაზე ამეტყველდნენ მოციქულები. იმისათვის, რომ ყველასთვის გასაგები და მისაწვდომი გავხდარიყო უფლის სიტყვა. ყველას ეხადაგა ღვთის სიტყვა. ხოლო შერავიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ, როდესაც უფალიც მევიდა, გაივსო ის ქორწილი, ის დარბაზი, სადაც იყო სუფრა გაშლილი და შევიდა მეუფეც. ადამიანი, ვის დაპატიჟა, რომ ჩვენ შემთხვევაში გავიაზროთ ესე უფალი. შევიდა მეუფე იგი ხილვად მეინახეთა მათ. ანუ ვინ მოვიდნენ, დააინტერესა უფალს და გადახედა იმ სუფრას, ვინ იყვნენ, ვინ ისხდნენ. იხილა მომ კაცი, რომელს არა ემოსა სამოსელი საქორწინე, აი? ვიღაცა ადამიანი, რომელიც არის ქორწილში შემოსული, ხო ის აუცილებლო, მაგრამ არ აქვს საქორწინო სამოსელი მას. რა არის ეს საქორწინო სამოსელი, ვიტყვით ახლა ცოტა ხანში. და რქვა მას, მოყვასო,
და ეკითხება მას, შეკითხვას უსვამს. თანახე როგორც ყვილად მიმართავს, მეგობარს უწოდებს, მეგობარო, მოყვასო. ვით არ შემოხვით აქა? რამე თუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე, ხოლო იგი დუმნა. აქ როგორ მოხვდი, როდესაც შენ საქორწინო სამოსელი არ გაქვს შემოსილი. ანუ ამის მიხედვით უნდა მივხვდეთ ჩვენ, რომ ის დანარჩენი ხალხი, ვინც იყვნენ შემოსული, აბსოლუტურად ყველას ემოსა ეს საქორწინო სამოსელი. რა არის ეს სამოსელი? ეს არის აი ის სამოსელი პირველი, რომელზეც მე ძალიან ბევრჯერ გესაუბრებით ხოლმე ურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებებზე, ბევრჯერ მეყვარს ხოლმე მისი გამოყენება თქვენთან საუბარში და რა არის ეს სამოსელი პირველი? ეს არის უცოდველობის სამოსელი. ეს არის სამოსელი, რომელიც ჰქონდა ადამს და ევას მანამ სანამ ცოდვით დაეცემდნენ. ეს არის სამოსელი, რომელიც ქრისტემ შემოსა განახლებულ ადამიანს აღდგომის შემდეგ. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტეს შეგვიმოსიეს. პაოლე მოციქული ბრძანებს. ქრისტეს შეგვიმოსიეს. როდესაც ქრისტე გაქვს შემოსილი, აი ეს არის სამოსელი საქორწინო. მამაშალომ თქვა ერთხელ ერთ ქადაგებაში და მე მეორედაც გაიმეორა. ხატი ვნახეო უცხოეთში, სადაც ყველას ქრისტეს სახეები ჰქონდათ. აი ეს არის სამოსელი საქორწინო. როდესაც ღმერთ შემოსილი, ქრისტე შემოსილი ხდები, როდესაც მსგავსი ხდები მისი, როდესაც იმდენად გიყვარს შენთვის ჯვარცმული უფალიო, მთელი ცხოვრება შეგნებულად ბაძავ მას, ცდილობ მისნაირი გახდე. და იმოსავ შენ ქრისტეს. ხედავ? და ჩვენ ყველანი ვართ ამისკენ მოწოდებული. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რასაუნს პავლე მოციქული. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიოს, ანუ ვინც ქრისტეს სახელით ვართ მონათულებიო და ყველანი ვართ ქრისტეს სახელით მონათულები. ქრისტე შეგვიმოსიესო. ყველას გვაქვს შემოსილი ქრისტე. რომელსა გვაქვს? არც ერთი. მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა ვესწრაფოდეთ ამას. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი დანიშნულება ამ ხოტნეული ცხოვრებისა. რომ ქრისტე შევიმოსოთ. აი ეს არის სამოსელი საქორწინო. ქრისტეს შემოსილობა, ღმერთ შემოსილობა, სულის განწმენდილობა, როდესაც ადამიანი ტაძარი ხდები სულის საწმენდისა, როდესაც სული წმინდა ინებებს და ინკვიდრებს შენში, როგორც ჭურჭელში, როგორც ღირსეულ ჭურჭელში. და ეს შემოსულია ადამიანი, რომელსაც არ მოსია ეს შესამოსელი საქორწინო. გახსოვთ მე თქვენთვის ბევრჯერ მithავს ხოლმე რა, რომ გადარჩენის საწინდარი რა არის ღვთის წინაშე? ცხონების საწინდარი რა არის ღვთის წინაშე, როდესაც ადამიანი მომართული ხარ ცოდვასთან საბრძოლველად, როდესაც ერთნაირად გძულს ყველა ცოდვა. ყველა აბსოლუტურად განურჩევლად. საკმარისია ერთი ცოდვა მაინც გიყვარდეს და არ გეთმობოდეს და შენად მიგაჩნდეს. დამთავრებულია, შენ უკვე აღარ გამოსია სამოსელი საქორწინო. შენში უფალი ვერ შემოვა, იმიტომ რომ უფალში არ არის ცოდვა. უფალში არ არის ბიცი, არანაირი სიბნელე, არანაირი ლაქა. და შენ თუ ის ლაქა გიყვარს, შენ თუ ის გათავისებული გაქვს, შენ თუ ცოდვა გაქვს შეშვებული შენ სულში როგორც უცხო სხეული და გათავისებული შენში ღმერთი ვერ დაიმკვიდრებს. ბევრჯერ მithქვამს არ არის აუცილებელი ცხონებისათვის და გადარჩენისათვის სრული სიწმინდე აქ ამ ქვეყანაზე. მაგრამ აუცილებელია სიწმინდის სიყვარული მთელი არსებით. სიწმინდისაკენ სწრაფვა მთელი არსებით და სიძულვილი ცოდვისა და სიბნელისა მთელი არსებით. ანუ ამას ქვია სულიერი ბრძოლა, სულიერი მომართულობა. შენ თუ მთელი არსებით გძულს ცოდვა, დღესვე რომ გაგიყვანოს უფალმა, ჩამოგშორდება თუ არა ეს ბრძოლები გარედან მოტმასნილი, აუცილებლად ღმერთთან ერთად დაიმკვიდრებ და აუცილებლად ცხონდებ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება იყო კეთილშობილი ადამიანი, ყველას ეხმარებოდი, ასე შემდეგ, მაგრამ შენ თუ ერთი ცოდვა მაინც გიყვარს და შენად მიგაჩნია, ვერ მოხვდები უფალთან, ვერ დაიმკვიდრებ. ის ცოდვა გახდება სწორედ შენი მტანჯველი. ის ცოდვა გახდება მიზეზი სწორედ შენი ჯოჯოხეთური მდგომარეობისა. იმიტომ რომ ის ცოდვა გამხელს, ის ცოდვა დაწვავს შენ სინდის, როდესაც აღმოაჩენს და აღმოჩნდება ღვთიური სიწმინდის წინაშე. აღმოაჩენს რომ იქ არ არის ეს ცოდვა და მას კიდე შეყვარებია. ხედავთ? ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემო ძვირფასებო და მიაქციეთ ამას ყურადღება. თორე ნახეთ რა ემართება ადამიანს, რომელსაც არ მოსია საქორწინო სამოსელი,
ნახეთ როგორი მრისხანეა და სასტიკი უფალი მის მიმართ. მაშინ ის დუმნაო მიაქციეთ ყურადღება, პასუხი ვერ გასცა მას, როცა შეეკითხა უფალი, რომ რატო არ გმოსიესო და თუ არ გმოსია, აქ როგორ მოხდიო. პასუხი ვერ გასცაო. აი ესე ვიქნებით ჩვენს. ჯვარი წერია ღმერთმა დაგვიყვაროს, მე ბევრჯერ მithქვამთ ადამიანებისთვის, ჩემთან თავს ვიმართლებ, ადვილია, მე შენაირი ცოდული ადამიანი ვარ, მაგრამ ღვთის წინაშე ვერ გაიმართლებ თავს. და ღვთის წინაშე აი ზუსტად აი ესე თევზივით იქნები, როგორც ეს ადამიანი. თქვენ დარწმუნებული იყავით, რომ მას ჯეროდა, რომ გაიმართლება თავს. ღვთის წინაშე და იმიტომაც მივიდა და გამოიჭიმა ქორწილში, მაგრამ ვერ გაიმართლა თავი. მაშინ თქვა მეუფემან მან მსახურთა თვისთან. შეუკრენით მაგას, ხელნი და ფეხნი და განაგდეთ ეგე, ბნელსა მას გარესკნელსა, მუნიყოს ტირილი და ხრჭენა იქ ველთა. ხედავთ, განაჩენი როგორია ამ ადამიანის მიმართ? თითქოს არაფერი დაუშავებია, ხო თითქოს არც უფრო აურევია, არც არაფერი. შევიდა და დაჯდა რა. მაგრამ ხედავთ როგორი სასტიკია უფალი მის მიმართ? ამისი ადგილი აქ არ არისო. შეუკარეთ ხელები და ფეხებიო და გააგდეთ ბნელსა მას გარესკნელსა. და ის ბნელი და გარესკნელი რა არის? იცი უფალთან რომ ვერ შეძლებ კომფორტულად მყოფობას. შენი სინდისი რო გამხელს. შენ თვითონ ვერ შეძლებ ღმერთთან ახლოს მიახლებას. ის ცეცხლი დაგწვავს. იმ სიწმინდის, იმ სიყვარულის ცეცხლი დაგწვავს შენ. მუნიყოს ტირილი და ხრჭენა იქ ველთაო. რატომ არის ტირილი და ხრჭენა ველთაო? ეს არის სინდისის დაუოკებელი ქენჯნა, რომელსაც ვეღარ დაამთავრებ ვერასოდეს. იმიტომ რომ იქ სიკვდილი აღარ არის. თავრდება იქ მარადისობაში ხარ. აი ამის უნდა გვეშინოდეს. ერთადერთი რისიც უნდა ეშინოდეს ქრისტიანს აი ეს არის. რო არ დატანჯოს საკუთარმა სინდისმა გარდაცვალების შემდეგ. ამიტომაც მილიონჯერ მithქვამსა კიდევ ერთხელ გაგიმეორებ. მოიძულეთ ყველა ცოდვა, როგორც უპირველეს მტერი თქვენ. სხვა საკითხია რამდენად შეძლებთ მის დამარცხებას და მორევას, ბევრჯერ დაეცემეთ, ბევრჯერ წაიმორწიკებთ, მაგრამ მოიძულეთ და რამდენჯერაც წაიქცევით, იმდენჯერ წამოდეკით ღვთის მადლი და ღვთის იმედი და გააგრძელებთ გზა. რამე თუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედ ნირჩეულ. ეს სიტყვები უკვე ჩვენ ბევრჯერ მოვისმინეთ, ხო? ანუ ბევრჯერ ამბობს ამას უფალი. ბევრი იგავის შემდეგ, ბევრი სწავლების შემდეგ ამთავრებს და აი ესეთ სიტყვებით, რომ მრავალნი არიან ჩინებულ, ანუ ყველა არის მოწოდებული აი ამ ქორწილზე, მაგრამ მცირედ ნირჩეულ, რომლებიც ღირსნი ხდებიან აი ამ ქორწილის მეინახეობისა და დასწრებისა მასზე. რასაკვირველია ამ შემთხვევაში ფარისევლები კარგად მიხვდნენ და კარგად გააცნობიერეს, რომ ეს იგავით სწორედ მათ ეკუთვნოდა და მათი მისამართით იყო ნათქვამი უფლისები. მაშინ წარვიდეს ფარისევლ ნიკიდას რა ხვაყვეს, რაითა სიტყვითა საფრთხე უგონ მას. აი ისე, ხედავთ? იმის მაგივრად რომ დაფიქრდნენ, იმის მაგივრად რომ სინანული გაუჩნდეთ, იმის მაგივრად რომ გაიაზრონ მათ საკუთარი ცოდვები, საკუთარი დანაშაული. თუ მიხვდი შედალოცულო რომ შენზე ამბობს, დაფიქრდი რა, რომ იქნება გაქვს რაღაცა გამოსასწორებელი შენს თავში, ხო? მაგრამ არა, ხედავთ რაზე ფიქრობენ? წავიდნენ და გადაწყვიტეს რომ სიტყვით საფრთხე დაუგონო მასო. ხაფანგი დაუგონო, როგორღაც მოინადირონ, როგორღაც გამოიჭირონ, ისეთი რაღაცა ათქმევინონ. რის გამოც მე სასჯელს მოითხოვენ მისას და მოშორებას. აი სულ ეს ამოძრავეთ, მეტი არაფერი. და მიუვლინეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანადარ ქვეს. მიუგზავნეს რა ეს გამოცდილები. მოძღვარ, ეხლა ნახეთ როგორ კლესად იწყებენ საუბარს რა. და როგორ მლიქნელურად. მოძღვარს უწოდებენ და ვიცით რამე თუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღვთისასა ჭეშმარიტად ასწავლე. და არაზრუნავ არავისთვის რამე თუ არა თვალაგებ პირსა კაცისასა. ხედავთ როგორი მლიქნეული საუბარია? აქებენ რა პირში უფალს. ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარო, ჭეშმარიტ გზას გვასწავლიო ჩვენცო. და ადამიანის პირს არ უყურებო რა. ანუ შენ პირუთვნელი ხარ ადამიანებთან მიმართებაში. ხოლო ჭეშმარიტება გაინტერესებს.
აც მარქვით ჩვენ და გვითხარიო რაი გნებავს შენ ჯერ არ სამიცემა იქ ხარკისა იქ კეისრისა ანუ არა აი ნახე როგორ ტკბილად გაუკეთეს შესავალი როგორი კარგი ხარო როგორი კეთილი მასწავლებელი ხარო და ღვთის გზას ასწავლეო თითქოს ვიცითო ესო თანეუბნებია და მე უკვე გამომცდელ შეკითხვას აძლევენ გესმის რომ ხარკიო უნდა გადაუხადოთო კეისარსო თუ არ უნდა გადაუხადოთ საუყურე როგორი გამომცდელი შეკითხვაა თუ ეთყო და უფალი რომ უნდა გადაუხადოთ ხარკი კეისარს როგორ შენ კეისრის მსახური ხარ ეთყოდნენ ხარ უფლის სასუფეველზე ლაპარაკობ და ეხა რა ხარკი ეხა კეისარი როგორ ჩვენი მეუფე კეისარია ეთყოდნენ ხარ თუ უფალია შენ სასუფეველზე გველაპარაკებ თუ ეთყოდნენ რომ არ უნდა გადაუხადოთ როგორ შენ ესე იგი ამ ქვეყნიურ მეუფებას ეწინააღმდეგები ბუნტისაკენ მოგვიწოდე თუ გინდა რომ ჩვენ დავისაჯოთ მე ამ გადაუხდელობის გამო მეომრებისაგან ხედრებისაგან ხედავთ ესე იგი თავიანთი ჭყვით იმიტომაც გაუკეთეს ისეთი ტკბილი შესავალი რომ დარწმუნებულები იყვნენ რომ всё მოინადირეს და ჩაჭარეს უფალი ძალიან მარტივად პასუხობს მათ და თან უყურე აი სიტყვებს ეუბნება რომელიც მათ განარისხებს რომელიც მათ აგიჟებს აწოფებს მაგრამ ამ მიაქციეთ ყურადღება ღმერთი ამას არ ერიდება ამ ხელს მათ მაინც გულისხმა ხო იესო უკეთურებაი მათიო და რქვაო უყურე მაშინვე მიუხვდა უფალი მათ უკეთურებას მათ მზაკრობას მათ ვერაგობას და ეკითხება მათ რა ისა გამომცდით მე ორგულნო ნახე ორგულებს უწოდებს ისინი როგორ მიმართავდნენ კეთილო მოძღვარო ვიცით რომ ნამდვილად ჭეშმარიტი ხარო ჭეშმარიტებას გვასწავლიო ეს როგორ პასუხობს უფალი ორგულნო ორპირო ადამიანებო და ორგულო ადამიანებო ანუ ამით პირდაპირ ამხილა რომ ეს თქვენი ქება დიდება მე არ მიმიღია იმიტომ რომ მე ვიცი თქვენ ამას რატომაც პეუნები თქვენ გულში სხვა რამეს ფიქრობ გულში მტრები ხარ თქვენ ჩემი და მხოლოდ პირი მაქებს ეხა თქვენი და მაგიდებს და არ მივიღებ მე ამას თქვენგან არასოდეს და რას გამომცდითო მეო თან ამითი ამხელს იცით ამითი თან ტკბილია თან მოსიყვარულია უფალი უნდა რომ ერთი ადამიანი ერთი მათგანი მაინც დააფიქროს რომ იქნებ ერთ ადამიანს მაინც სინანული გაუჩნდეს ამ თავისი ორგულობის გამო მაგრამ არა მიჩვენეთ რა კანი იგი და ხარკისაი მომეცითო ის ფული რა კანი ხოლო მათ მოართვეს მას რა კანი თქვა მათ იესო ვისიას ხატი ესე ანუ ზედაწერილი ვინა ხატიაო ზემოდან და რა წარწერა აქვს გაკეთებული ეკითხება უფალი ქვეს მას კეისრისაიო კეისარია ხატიაო და მაშინ წესი იყო ისეთი რა რომელი კეისარიც იყო ის კეისარი თავისი სახელობის ფულს ჭრიდა და ისტორიკოსები და არქეოლოგები დღესაც როდესაც ხდება თქვა დადგენა თქვა აი რომელი საუკუნის არის თქვა ესა თუ ის პერიოდი ესა თუ ის ნივთი თქვა რომელსაც აღმოაჩენენ გათხრების დროს ხშირ შემთხვევაში თუ კი თქვა იქ ნუმიზმატიკური ერთეული აღმოჩნდება თქვა ფული იმის მიხედვით ძალიან მარტივად ადგენენ იმიტომ რომ იმაზე პირდაპირ გამოსახულია ის კეისარი ის მეფე და წარწერაც აქვს გაკეთებული სხვა შეგუარავის აერიოს რომელიც იმ დროს მეფობდა და იმის მეფობის მიხედვით ძალიან ადვილად ადგენენ მე ასაკს ანუ ის პერიოდია სწორედ და ამ შემთხვევაშიც იმ დროის კეისარი არის გამოსახული ამ ფულის ერთეულზე დრაკანზე და უფალი ეუბნება კეისრის თუაო სახეო გამოსახული ესე იგი მას ეკუთვნისო ხო და ის რაც კეისარს ეკუთვნის კეისარს მიეცითო და რაც ღმერთს ეკუთვნის ის ღმერთს მიეცითო და რა ეკუთვნის ღმერთს შენი უკვდავი სული რომელზეც უფლის ხატება აღბეჭდილი როგორიც იმ ფულზე აღბეჭდილია კეისრის სახე აი ისე შენს უკვდავ სულზე აღბეჭდილი არის უფლის სახე და კეისრის რაც არის კეისარს უნდა მიუძღვნა და მისე და უფლის რაც არის ის უფალს უნდა დაუბრუნო ამასთანავე ვიტყვი აქვე გამოვიყენებ შემთხვევას და ვიტყვი დაიმასწორეთ ჩემი უფალსო ადამიანები რაც არ უნდა დაცემული ნახოთ ადამიანი რაც არ უნდა განადგურებული რაც არ უნდა უზნეო ზნეობა მოშლილი და მორყეული რაც არ უნდა ფიზიკურად შელახული გამათხოვრებული
დავარდნილი და დაგდებული გახსოვდეთ. ნებისმიერ ადამიანში სანამ მას პირში სული უდგას, ღვთის ხატება წარუშლელია. ესეთი შედარება მოყავთ წმინდა მამებს, ეს გავსო როგორც შედარება რო გავაკეთოთ ესეთიო. ძვირფასი მარგალიტი, ან ბრილიანტი, ალმასი, რაც არ უნდა სიბინძურეში ჩავარდეს, ტალახი იქნება თუ ნეხვი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ის მაინც ბრილიანტია და მაინც მარგალიტია, უბრალოდ დასურილი. და იმისათვის რომ ამაში დავწუნდეთ, საკმარისი ამოიღოთ და გავრიცხოთ. და ძალიან მარტივად დავწუნდებით ამაში. ამიტომ გახსოვდეთ, ნებისმიერი ადამიანი, რაც არ უნდა ადამიანობის ნიშანწალი აღარ ეთყობოდეს საერთოდ, აი სულ რომ კაცი ჭამია იყოს, იცოდეთ რომ მასშიც კი წარუშლელია ღვთის ხატება. აი ის ხატება, რომლითაც ის უფალმა შექმნა ამ ქვეყანას. და ეს მარა ესე დაუკვირდა და დაუტევეს იგი და წარუდეს. ეხლა წარმოვიდგინოთ ის ხალხი, ეხლა ის ფარისევლები. ისეთ სახის მიიღებდნენ, აკვირვებს პრევს აიჭეჭავდნენ. ანუ გაუცდნენ რა, რომ ამითიც ვერ ჩაჭრეს რა. აი ყოველ ესეთი ჯერზე, როდესაც მიდიან უფალთან ჩასაჭრელად და მოფიქრებული აქვს რაღაცა ჩამჭრელი შეკითხვები, უფალი ესე გაწმილებულებს ისტუმრებს მან. ვერასოდეს ვერ შეძლეს, ვერასოდეს ვერ მოახერხეს მისი სიტყვაში გამოჭერა. ხომ გეუბნებით, იმ დროსაც კი, როდესაც უკვე წარადგინეს საჯულის წინაშე უფალი, მაშინაც კი სათქმელი არაფერი არ ჰქონდა. ერთადერთი მიზეზი, რაც მოუგონეს, ეს იყო, რომ თქვენსო აი ამანო თქვაო, რომ აი ამ ტალზაშო დავანგრევო და მე მესამე დღეს ავაშენო. ერთადერთი მიზეზი. და ისიც რა, თითიდან გამოწვა, თქვა, ხო, რა ხوار დავანგრევია რა. მაგის გამოს ჯი? ერთადერთი მიზეზი ხალხო. თორე სხვა ვერაფრით ვერ გამოიჭირეს. ან კი როგორ გამოიჭირდეს? და გაოცებულები და გაკვირვებულები წავიდნენ. მას დღეს აშინა, ანუ იმ დღესვე მოუხდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს ვითარმე და არა არის აღდგომაი. სადუკევლები მივიდნენ მასთან. ვინ არიან ახლა ეს სადუკევლები? სადუკევლები არიან დაახლოებით დღევანდელი ეგრეთ წოდებული იეhovას მოწვეების წინაპრები. ანუ რა ნიშნით და რა თვალსაზრისით? იმიტომ რომ მათ არ სამდათ სულის უკვდავება. და ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანის გარდაცვალებასთან ერთად სული წყდება, თუ კი ესეთი არსებობს რაიმე, და ის ქრება. საერთოდ. ანუ ადამიანი გარდაცვალებასთან ერთად ქრება. და არანაირი სული აღარ აგრძელებს არსებობას და უკვდავებს. და მიდიან ეხლა სადუკევლები და ესენიც მიდიან გამოცდელი შეკითხვით. თავიანთი გამოცდელი თემა, ჩამჭრელი თემა მოფიქრებული და მიდიან. თქვენ ეს ბევრჯერ მოგისმენიათ, მაგრამ მოდი ეხლა კარგად წავიკითხოთ და გამოვიდეთ. და ეტყოდეს მოძღვარ, ესენიც როგორც მოძღვარს ისე მიმართავენ, ესენიც კლესები, ნახე. მოსე ესრე თქვა, მოსემ ესე გვითხრაო. უკვე თუ ვინმე მოკვდეს და არა ესვას შვილი, ესიძენ ძმა იმისი ცოლსა მისა და აღუდგნენ თესლი ძმასათვისა. ნახე როგორ მზაკრულად იწყებენ. მოსეს შეახსენებენ, მოსემო ჩვენო ესე დაგვიბარაო, რომ თუ კიო ადამიანიო, რომელიმეო ისე გარდაიცვლებაო, რომ მასო შვილი არ დარჩებაო, თუ კი ძმა ყავსო, იმ ძმამ უნდა მოიყვანოსო მისი ცოლიო და აღუდგინოს თესლი ძმასათვისაო. ანუ მან უნდა მოიყვანოს მისი ცოლი ცოლად და ის უნდა შეეცადოს, რომ ეყოლოს შემდეგ შვილი, რომ მისი გვარი გაგრძელდეს, მისი თესლი გაგრძელდეს. ანუ რატო დაიწყეს ახლა მოსეთი? იმიტომ რომ შენ თუ მოძღვარი ხარ, ამით თითქოს ეუბნებიან, შენ მოსეს რა თქმა უნდა არ შეეწინააღმდეგები და ჩვენ ვიცით ეს კანონი. ჩვენ ვიცით რომ ესე წერია ჯულში. ჩვენ ამის უფლება თვითონ მოსე მოგცა. ანუ საფუძველი გაიმყარეს რა იმისათვის რომ მე რის თმასაც აპირებო. ეხლა რას ეუბნებიან? იყვნეს უკვე ჩვენ შორის 7 ძმანი. ეს მოგონილი ისტორია, თქვენ ხო არ გონიათ რომ ეს მართლა ასე იყო? ეს შეთხსეს უცებ რა, მოიფიქრეს. თუმცა ხარც ის არის რა თქმა უნდა გამორიცხული რომ ეს მართლაც ყოფილიყო რეალურად ეს ყველაფერი, მაგრამ მე რატომღაც გონია რომ მათ ეს მოიფიქრეს რა. უცებ.
რამდენადაც ეს რეალურად შეიძლებოდა ყოფილიყო მართლა, ხო? აი ამდენად მოიფიქრეს რა, უცებ. მე ესე მგონია. 7 ძმა იყო ჩვენ შორისო. და პირველმა მან შეირთო და მოკვდა და არა დაშთა თესლი და დაუტევა ცოლითვისიც მასათვისა. ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მე7-მდე ხოლო უკანასკნელ ყოველთასა მოკვდა დედაკაციცა ეგია. მოიგონეს უცებ ზღაპარი, ესე იგი მოიყვანა ერთმა ძმამ ცოლი, მერე ის ცოლი დარჩა სოციალური ქმარი გარდაეცვალა, მერე მოიყვანა მეორე ძმამ, აი მოსეს ჯულის მიხედვით, ასე ვთქვათ, კურთხევას ასრულებდნენ. ისიც მოკვდა, მერე მესამეც მოკვდა, ანუ იმდენად ისეთია, რომ აშკარად გავს ხელოვნურად შეთითქმულს და მოგონილს რა ეს ამბავი რა. და 7-ვე ძმას ყავდა მოკლედ ცოლა, 7-ვე ქმარი გამოიცვალა ამ ქალმა. ვერცი იყო საწყალი ეთყობა და ეხლა რა ეკნა ეხლა 7 კი 50 ქმარი ყოლდა და მაინც არ ეყოლებოდა 7 ქმარი ყავდა და ბოლოს თვითონაც მოკვდაო და გარდაიცვალაო რა. ეხლა უყურე რატო ეუბნებიან ამ ყველაფერს. მათ ხო დრეთით აღდგომა არა წავ. არც უკვე აღდგომასა მას ვისა 7-თა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამე თუ ყოველთა ესვა იგი, ახე? მოიფიქრეს ეხლა რა, ჩამჭერებად რა. ეხლა თუ კი მკვდრები აღდგებიანო და შენ რო ამბობ რომ მკვდრები აღდგებიანო, მაშინ რომლის სოლი იქნებაო? 7-ვე სოლი იყო, სანამ ცოცხლები იყვნენ, ეხლა თუ აღდგებიან, 7-ვე აღდგებიან, ხო? ეხლა მაშინ რომლის სოლი უნდა იყოს? ხა მორიგეობით ხო არ იქნება დღეს ერთი სხვა მეორის მესამის. რომლის სოლი იქნება? ხა ჩამჭრელად მოიფიქრეს თვითონ რა, ვითომ. მიუგო იესო და თქვა მათ, სდებით. რამე თუ არ აიცნით წიგნი, არცა ძალით ღვთისაი. თქვენ აწყლებო, როგორც ცდებით უფალეობა. არც იცითო საერთოდ რაზე ლაპარაკობთო და არ იცითო. წიგნი არ იცითო, უწიგნურები ხართ. და არც ძალი ღვთისაიო. საერთოდ ვერ ხვდებითო რა, თქვენ რომ წიგნი იცოდეთ და თქვენ რომ ღვთის ძალა იცოდეთო, ამ შეკითხვას არ დამისვალდისო რა, ამით ამას ეუბნები. რამე თუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდნენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი იყვნენ სათავეში. ნახეთ? აღდგომასა მას ღვთისაცაო ეუბნება, აღდგომასა მას უბრალოდ არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდნენ, განქორწინება ამ შემთხვევაში იმ გაგებით არ არის, რა გაგებითაც ჩვენ ხმარობთ განქორწინებას. ანუ ძველ ქართულად ქორწინება ერქვა, როდესაც კაცს მოყავდა ცოლი და განქორწინება ერქვა, როდესაც ქალი გადიოდა ოჯახიდან და თხოვდებოდა. ანუ როდესაც ძველ ქართულად ნახავთ განქორწინებას სიტყვას მithmetes სახარებაში, იცოდეთ რომ გათხოვებას ნიშნავს და არა ოჯახის დანგრევას. ანუ სასუფეველშიო არც არავის მოყავს ცოლი და არც არავინ არ თხოვდებაო. არამედ ყოველნი ვითარცა ანგელოზნი ღვთისანი ესეთ არიან სათავეში. ეს აღნიშნულოვანი, ამას ბევრჯერ შემკითხვიან ხოლმე, მე რო აი მამო აქ რო ცოლქმარი ვარ, ისა ცოლქმარი ვიქნები? ეს ცოლქმრული სიყვარული იქაც გაგრძელდება? ჩემო ძვირფასები. ცოლქმრული სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ წინა სახეა უფლის სიყვარულისა. ჩვენ ყველანი უფლის ძლები ვართ. ჩვენი ყველა ზეციური სასიძო სულიერად არის უფალი. ისევ როგორც მონაზვნებისათვის. ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ ეხა ორი გზა არსებობს, ხო, გადარჩენისა ეს არის ვერმონაზვნული და მეორე გახლავთ საერო, ანუ ოჯახის გზა. დაოჯახების გზით ვცდილობთ ჩვენ რომ ვისწავლოთ ღმერთის სიყვარული. ვერმონაზვნები მარტო ცხოვრების გზით თვითონ ვცდილობენ უშუალოდ უფლის სიყვარული ისწავლონ, მაგრამ ცოლქმარი, ცოლქმრობის საიდუმლოში მყოფი ადამიანები თავიანთი ერთობით, თავიანთი სიყვარულით ვცდილობენ ისწავლონ შემოქმედის სიყვარული. ერთმანეთის სიყვარულით და მერე იმ თავიანთი სიყვარულის ნაყოფით შვილების სიყვარულით ვცდილობენ ღმერთის სიყვარული ისწავლონ. და გაიხსენეთ უფალიას ამბობს, ვინც მოიძულებს დედას, მამას, დას, ძმას, ცოლს, შვილსო, ჩემი გულისთვისო, ასწილად მიიღებს და ცხოვრება საუკუნოს დაიმკვიდროსო. ყველანაირი სიყვარული, ჩემო საყვარელო ხალხო, ყველანაირი სიყვარული ათი ამ ქვეყანაზე არსებობს, ღმერთში წერია. ღმერთის სიყვარულში წერია. ჩვენთვის კიდევ ერთხელ გეტყვით, შვილის სიყვარული, მეგობრის სიყვარული, დედის სიყვარული, ცოლის სიყვარული, ქმრის სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ საშუალებებია იმისა, რომ ღმერთის სიყვარული ვისწავლოთ.
ჩვენ როდესაც დედა გვიყვარს, სხვანაირად გეტყვით. შვილი გვიყვარს, სოლი გვიყვარს, სამშობლო გვიყვარს, მეგობარი გვიყვარს. ამით ღმერთი გვიყვარს, შეძლების დაგვარა. და ვცდილობთ ღმერთის სიყვარული ვისწავლოთ, იმიტომ რომ სიყვარული თავად უფალია. უფლის განა გვაქვს ბოძებული ჩვენ ეს ნიჭი და ეს უნარი. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, განაქრება და იფანტება სადმე ის სოქრული სიყვარული. არა, გაცილებით აღმატებით ხარისხში გადადის შემდეგ ეს. და ყოველნიო ვითარცა ანგელოზნი ღვთისანი ისევ თუ უკვე უცათაშინაო. ანუ იქ აღარ არის უკვე ის ხორციელი ურთიერთობა, იქ აღარ არის უკვე ის ნებიანი ურთიერთობა, იქ აღარ არის კონფლიქტები, იქ აღარ არის უთანხმოებანი. იქ არის მარადიული ჭრეტა უფლისა, მარადიული ნეტარება შემოქმედთან სიახლოვისა, რომელიც აღმატებულია ყოველგვარ ცოლქმრულ სიახლოვეზე, ყოველგვარ ცოლქმრულ სიყვარულზე. მაგრამ ეს აღმატებით ხარისხში არის, კიდევ ერთხელ გეუბნები, განა ის ქრება და განა გავიწყდება, რომ ის შენი ცოლია და განა ის სიყვარული გავიწყდება. პირიქით, ეს სიყვარული ბევრად უფრო სრული იქნება. და ეს ხდება უფალი ეუბნება, რომ იმ 7 ძმას თუ ყავდა ისეთი ცოლი, ცოლად ისეთი ქალი, ისინი გამართლდნენ ყველანი. ისინი იმდენად იქნებიან აღტაცებულნი სულიერად იმ ღვთაებრივი სიყვარული და ღვთაებრივი თრფიალებით, რომ იქ უკვე გაქრება ყოველგვარი ზღვარი, ვინ ვისი ცოლი იყო, ვინ ვისი ქმარი იყო, თავარია მათთვის სწორად იცხოვრეს და თუ კი ისინი გამართლდნენ ღვთის წინაშე, ყველანი ღვთაებრივ ნეტარებაში იქნებიან ღვთის წინაშე. ხოლო აღდგომისათვის პუდართასა არ აღმოგიკითხავსა, ხმული იგი ღვთისა მიერ, რომელსა იტყვის. და რა თქმა უნდა, უფალმა იცოდა, რომ ისინი სადუკევლები იყვნენ და იცოდა, რომ იმიტომაც დაუუსვეს ეს შეკითხვა, რომ შემდეგ თუ კი უფალი ჩაიჭრებოდა, მაშინ ეთხოვდნენ, რომ აი, შენ რო იძახი, რომ ყდრეთი დაღდგებიან ყველანი ხედავ, თურმე ეგრე არ იქნება, იმიტომ რომ თუ კი აღდგებიან, ახე როგორი კონფლიქტს გამოიწვევს ეს მათი აღდგომა, ცოლს ვერ გაიყოფენ, ერთი ცოლი ყავდა 7 ძმას. მაგრამ აი ნახე რას ეუბნება უფალი, აი როგორ დაანახა, როგორ ეცადა უფალი რომ მათი გონება აღემაღლებინა და მაშინ ეუბნება რომ ყუდრეთით აღდგომის შესახებ და ყუდრების აღდგომაზეო არ აღმოგიკითხავსო? უყურე რას ეუბნება? თქმული იგი ღმრთისა მიერიო, რომელსა იტყვისო. და თან არ დაგავიწყეთ ხალხო ესენი იგივე წმინდა წერილიდან ხელმძღვანელობდნენ ეს სადუკევლები, საიდანაც ხელმძღვანელობდნენ, მათ უნდათ ფარისევლები, დანარჩენი ებრაელიერი და სიბრმავე ხალხო აიგივე, იმიტომ გითხარით რა, იმიტომ შევადარე მე დღევანდელი მეებს, ასე ვთქვათ, იეოველესო. ისინი სახარებით ხელმძღვანელობდნენ, ხო ის აუცილებლად. მათაც იგივე სახარება უჭირა ხელში რა ჩვენ და იქიდან მოსავლიან რაღაც ზეპირადიცია თან. აი სულ ციტატებად რომელ გვერდზე რა წერია სულ ზეპირადიცია რა. მაგრამ აი ხადა გიგო რა. ესე იგი ვინ როგორ კითხულობს, ვის როგორ უჭირავს, ვის როგორ ესმის წმინდა წერილი, აი ამაზეა ლაპარაკი რა. იეღოლების მაგას ამბობს. არც ამათახსა, სულის უკვდავების ადამიანი კვდებაო და კვდება სულისო. სული არ არსებობსო. სუნთქი არის ესეთი რაღაც საოცარ საიდან მოიტანეს ეს იყო ვიგავი. ერთ-ერთი მაგათ მოსტაბაში მელაპარაკა ატრი დიდი ხნის. მერტმა სუნთქი ჩაბერაო რა სუნთქი მოხდა. და ისო აი ანუ ცხოველს გაუთანაბრა ეს ადამიანი რა აი როგორც ადამიანი როგორც ცხოველი ფიზიოლოგიურად სუნთქავს და ცოცხალი აი ესეო ადამიანს მოკვდებაო და კვდებაო რა. მეუთხარი მე აბა ის რაღაც 154,000 ზარგომას ველოდებით მე იღოლებს ეგ როგორ არის მე. ღმერთის მეხსიერებაში ურჩებითო ჩვენო და მე რა ხომ ერთი თავის მეხსიერები დაუგვარდენს. ხო და ისინი კარგად იყვნენ და აი უყურე აქაც ესე ხდება. უყურე ასე უნება უფალი რომ იცის მან რომ როგორები არიან. როგორი twin-აღზობები არიან ეს საწყლები რომ აი კითხულობენ და ვერ კითხულობენ და ვერ იაზებენ. იგივე წმინდა წერილი ხელმძღვანელობენ. მოსესით დაიწყეს ხო ნახე მოსემ ესე გვითხრა. და მაგიტომაც ეუბნება უფალი არ მოგიკითხავთო? მაგიტომაც უწოდებს მაგ უციგნურებს. წიგნი არ იცითო და ღვთის ძალია. და არ გიტყვა არ წაიკითხავ თუ არ სადო ნახევარ ასე ეუბნება უფალიო. მე ვარ მერთი
აბრაამისი და ღმერთი ისააკისი და ღმერთი იაკობისიო. ამას ეუბნება მოსეს უფალი. მე ვარ ღმერთი აბრაამისიო, ისააკისი და იაკობისიო. როდესაც მოსეს ეუბნება ამას ღმერთი, ამ დროს აბრაამის, ისააკის და იაკობის დიდი ხნის გარდაცვლილები არიან. როგორ უფალი ასე ეუბნება? არა ღმერთი მკვდართა, არამედ ცხოველთა. ღმერთი ცოცხლების ღმერთია და არა მკვდრების ღმერთია. ანუ ამით ზუსტად ის უთხრა, რომ ისინი მართალია გარდაიცვალნენ, დიდი ხანია, ხორციელად, მაგრამ ცოცხლები არიან და იმიტომაც ეუბნება უფალი მოსეს, რომ მე მათი ღმერთი ვარო. როგორ ახლა იმას ეტყოდა, რომ მკვდრების ღმერთი ვარო, ვინც უკვე აღარ არსებობს და გაქრნენ? სულიერად რო არიან და ცოცხლები არიან და გამართლებ ქრისტიანში, იმიტომაც მოიხსენიებს თავის თავს, რომ მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ისააკისი და იაკობისი. ანუ ამითიც გააჩუმა და ამითიც მოუგო, რა თქმა უნდა, უფალმა მათ სიტყვა. რომ მკვდრებისა კი არ არის ღმერთიო, ცოცხლების არისო ღმერთიო. და ჩვენც ვიცოდეთ და წამდეთ ჩემს უფასებო, რომ ღმერთი ცოცხალია და ის საუკუნო ცხოვრებაც რეალურია, რასაკვირველია. და ეს მარა ესე ერთსა მას დაუკვირდებოდა მოძღვრება იგი მის. უკვირდათ, ყოველთვის უკვირდათ უფლის ქადაგება. იცით რატო უკვირდათ? იმიტომ რომ უფალი არ ქადაგებდა წიგნებიდან. უფალი არ ქადაგებდა რაღაცა მოსმენილ ინფორმაციას. დისერტაცია არ ქონდა, მას გაცვლილა ლექციებს არ კითხულობდა. უფლის პირიდან ამოდიოდა სიცოცხლის სიტყვა. უფლის პირიდან ამოდიოდა ძალმოსილი სიტყვა, რომელიც პირდაპირ ადამიანის გულში აღწევდა. და საერთოდ ესეა, დაიმახსოვრეთ, რომ თუ გინდათ რომ თქვენ სიტყვა ძალა ქონდეს, ის თქვენი განცდიდან უნდა მოდიოდეს. თქვენი შინაგანი გამოცდილებიდან უნდა მოდიოდეს, ხოლმე მაშინ ექნება მას ძალა, ხოლმე მაშინ მიაღწევს ის მენელის გულამდე. და ხოლმე მაშინ შეაძლებინებს მას რომ რაღაცა შეცვალოს თავის ცხოვრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი აზრი და ძალა არ ექნება თქვენ სიტყვას. დაუკვირდებოდათ მოძღვრება იმისიო, აი ხედავ? ანუ უკვირდათ მისი ქადაგება, მისი ქადაგების სტილი. მისი სიტყვა, მისი ძალა, რომელიც ამ სიტყვას მოყვებოდა. და ჩვენ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით რა ხალხო, აი ერთი წუთით წარმოვიდგინოთ. უფალი, განხორციელებული. აი რა ვიცი, რამდენჯერ მინატრია, რომ აი ცალი თვალით შემახედა რა. ამ ქვეყანაზე ხორციელად მოსული რომ ქადაგებდა. მისი მზერა დამაჭერინა, მისი სიტყვა, მისი ტემბრი გამაგონა ხმეს. და წარმოვიდგინეთ ახლა როგორი იქნებოდა, როგორი მომუსხელი იქნებოდა, როგორი შთამბეჭდავი იქნებოდა. და როგორი უგუნურია ადამიანი, რომ ეს შეუძლია რომ არ მიიღოს, ვერ მიიღოს და ჯვარზე გააკრას და მოკლას. აი ჩვენ რო გვენატრება ის, წარმოვიდგინეთ ხალხო. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენაირმა ადამიანებმა გააკრეს უფალი ჯვარს. ხოლო ფარისეველთა რა ესმა რამე თუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ შეკრბეს ერთად. ნახეთ? საერთო გაჭირვებამ გააერთიანა ფარისევლები და სადუკევლები. როგორც ხდება ხოლმე. საერთო მტერმა. ანუ მანამდე ისინი ერთმანეთს ვერ იტანდნენ. და არც ამის მერე ვერ იტანდნენ. ფარისევლები ამცირებდნენ სადუკეველებს, განუვითარებლებს ეძახდნენ, სადუკეველები კიდე ახლოს არ ეკარებოდნენ ფარისევლებს. მაგრამ ეხლა უყურე ერთ ბედქვეშს აღმოჩნდნენ რა. სულ ცოტა ხნის წინ ფარისევლები გააჩუმა და ეხლა უკვე სადუკევლები გააჩუმა. იმათაც მოუგო და ამათაც მოუგო. და შეკრბეს ერთად. უცებ გაერთიანდნენ. უცებ შეუყვარდათ ერთმანეთს, იმიტომ რომ საერთოდ ერთხა. და კითხა ერთმან მათგანმა ჯულის მოძღვარმა გამოსდი და მას დაეტყოდა. მოძღვარ, რომელი მცნებაი უფრო ის არის ჯულსა შენსა? ერთ-ერთი ჯულის მოძღვარი ეკითხება უფალს. რომელი მცნებაა უპირატესი შენ მცნებებში? ხოლო იესო თქვა მას, შეიყვარო უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არის დიდი და პირველი მცნებაი და მეორე მსგავსი ამისი. შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავითვის.
ამათ ორთა მცნებათა ყოველის ჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული არიან. ნახეთ, ეს არის უნიშნულოვანესი რამ. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრება, ძალიან ბევრჯერ გვიქადაგია, იმიტომ რომ იკითხება ხოლმე ხშირად წირვის სახარებებში ეს ადგილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით. ნახეთ, მიაქციეთ ყურადღება. ყველაზე მნიშვნელოვანი რა ყოფილა ობლის ჯულში? სიყვარული ხალხო. სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. ნახეთ, უპირველესი, აი პრიორიტეტებზე რო გელაპარაკებოდით, ეხლა ცოტა ხნის წინ. პრიორიტეტები რო სწორად უნდა ქონდეს განსაზღვრული ადამიანს, უყურე, თავარი რა არის, რომ გიყვარდეს შენი შემოქმედება. გიყვარდეს ის, ვინც სიცოცხლე გაჩუქა ამ ქვეყანაზე. ვინც ამ ქვეყანად მოგავლინა, ვინც უზენაეს ქმნილებად დაგბადა, ადამიანად. ყველაზე აღამატებულ ქმნილებად მოგავლინა ამ ქვეყანაზე. გიყვარდეს და მადლიერი იყავი მისი, პატივი მიაგე მას, მთელი შენი არსები, მთელი გულით, სულით. და ისიც რატო? შენ რო იყო ისე ბედნიერი, შენ რომ დაგილაგდეს ცხოვრება, აი ბევრჯერ მithქვას ადამიანებისთვის, არეულობას რო უჩივით ცხოვრებაში და შფოთს და ფორიაქს, დაალაგეთ თქვენი პრიორიტეტები და დაალაგდება თქვენი ცხოვრება. როცა გეცოდინებათ რა არის მთავარი და რა მეორე ხარისხოვანი და იმ მთავარს არ მოაკლდებით და ღვთის წინაშე იმსახურებთ უპირველეს ყოვლისა, ხო? თქვენი ცხოვრება იქნება დაალაგებული და დამშვიდობელი. ყველაფერი დაგილაგდებათ, ყველაფრისთვის დრო დაგრჩებათ. გასართობადაც დაგრჩება და დასასვენებლადაც დრო. როგორ მთავარია იცოდეთ რა არის ყველაზე უმთავრესი თქვენ ცხოვრებაში. შეხედეთ? რა არის მთავარი უფალი ასამოს? შეიყვარო ღმერთი მთელი არსებითო და მეორე მცნებაო, გავსი ამისიო, ანუ ესეც იგივეაო რა. აი პირველი მცნების გავსიაო. შეიყვარო მოყვასი შენი ვითარცა თავისთვის. ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ რას ნიშნავს? ჩვენ რომ ჩვენი თავი გვიყვარს ხალხო. აი გინდათ მიხვდეთ რა არის სიყვარული და როგორ უნდა გიყვარდეს სხვა? დაუკვირდი როგორ გიყვარს შენი თავი. და მიხვდები როგორ უნდა გიყვარდეს სხვა. ანუ როგორც ჩვენი თავი გვიყვარს, ეს არის სიყვარული. აი როგორი დიდსულოვანი, მომთბენი ვართ ჩვენი საკუთარი თავის მიმართ, დამთმობნი, პატიებელნი და ასე შემდეგ, აი ეს არის სიყვარული. სულგრძელნი. აი ესეთები უნდა ვიყოთ სხვის მიმართ. და ამისკენ მოგიწოდებს სწორედ უფალი, რომ გიყვარდეს შენი მოყვასიც ისე, როგორც შენი თავი გიყვარსო. განა შენი თავი არ გიყვარდესო. არა, უბრალოდ სხვაც ისე შეიყვარო, როგორც შენი თავი გიყვარსო. ისწავლეო, როგორია სიყვარული. და შენ თუ ამას შეძლებ, რომ მოყვასი შეიყვარო ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, ჩათვალე, რომ ღმერთის სიყვარული სწორად გისწავლია. იმიტომ რომ ამაზე ამბობს იოანე მოციქული ძალიან ნათლად, ვისაც არ უყვარს თავისი ხილული ძმა, რომელიც მის გვერდზეა, ვერასოდეს ვერ შეიყვარებს და არავინ არ დაუჯერებს და უპირველეს ყოვლისა უფალი არ დაუჯერებს მას, რომ მას უხილავი ღმერთი უყვარს. როდესაც თავისი ხილული ძმა არ უყვარს მას. იმიტომ რომ ღმერთის სიყვარული ხილული ადამიანის სიყვარულით შეიმეცნება, მხოლოდ და მხოლოდ. უხილავს სხვანაირად ვერ შეიყვარება. და აი ამ ორ მცნებაზე არის დამოკიდებული მთელი ჯული და წინასწარმეტყველებაო და ესეც მithქვას მე თქვენთვის. რომ ყველაზე აღმატებული ეს არის ჩემო ძვირფასები. სიყვარულის ახსნა არის მთელი წმინდა წერილი, მთელი ბიბლია, ძველი ათქმიან, ახალი ათქმიან. თავიდან ბოლომდე. რა არის სიყვარული? როგორ უნდა გვიყვარდეს? რას ნიშნავს სიყვარული? და სიყვარულში წერიაო, ყველაფერიო უფალი გვეუბნება. აი ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი ჯული და წინასწარმეტყველებაო. ძველი ათქმა, ახალი ათქმა, ყველაფერი. პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებთ ისევ. აღმასრულებელის ჯულისა ის სიყვარული არსო. ჯულს სიყვარული აღასრულებსო. შეკრებულ რა იყვნენ ფარისეულები, კითხა მათ იესო და თქვა, ვით არ გონებთ თქვენ ქრისტესთვის ვისი ძე არის? შემდეგ უფალი უსვავს მათ შეკითხვებს. ანუ მათი შეკითხვების ჯერი დამთავრდა ასე თქვა და შემდეგ ეხა უფალი უსვავს მათ. როგორ გონიათო? ქრისტეო, ვისი ძეაო? ვისი შვილიაო ქრისტეო? ხოლო მათ თქვენს დავითისიო, დავითის შვილიაო. თქვა მაშინ უყურე, თქვა მათ იესო, ვით არ უკვე დავით სულითა ხადის მას უფლად დაიტყვისო და დავით წინასწარმეტყველიო, თვითონ მას ეძახისო უფალსო.
და ეუბნებაო თავის ფსალმუნებში. თქვა უფალმან, უფალსა ჩემსა, დაჟედ მარჯვენი ჩემსა, ვიდრე გავსნე მტერნი შენი, ქვეშეფერხთა შენთან. უკა თუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძემისიებს. თუ კი დავითი მას უფალს უწოდებსო, მისი ძე რანაირად არისო. ხედავ. აი ჩამჭრელი შეკითხვა უფალმა დაუსვა მათ. და უფალი ყოველთვის ჭრის მათ, დავით შეკითხვებიდან. ისინი ყოველთვის უსუსურნი არიან ღვთის წინაშე, ვერ სცემენ ვერასოდეს პასუხს. ხედავ როგორ ამხილა მათი უბუნურება, მათი უმეცრება უცებ. მათი არასულიერი აზროვნება. იმიტომ ისინი ხორციელად აზროვნდნენ, რომ იცოდნენ, რომ ეხა ხორციელად დავითის თესლისაგან უნდა წამოსულიყო, დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო ხორციელად ქრისტე. ჩათვალესო ხორციელადაც და ეხა ისედაც სულიერ დავითი მასე მაღალია და აღმატებულია. და დავითისავე წინასწარმეტყველებიდან შეახსენა უფალმა, რომ თუ კი დავითი მას უფალს ეძახისო, ქრისტეს, მისი ძე რანაირად არის. ანუ ამით ის უთხრა, რომ ქრისტე დავითზეც აღმატებულია, მოსეზეც აღმატებულია, აბრაამზეც აღმატებულია და ყველა წინასწარმეტყველს რომელსაც თქვენ პატრის მიაგებთ და აქეთ და აქეთ, იმიტომ რომ ის ღმერთია. რა თქმა უნდა, ამით თავის თავზე არ უთხრა, მაგრამ მიანიშნა და აგრძნობინა. და ბოლოს მიზეზი რის გამო სწორედ მას ჯვარზე გააკრავენ, შეგახსენებთ, რომ სწორედ ის იქნება, რომ როდესაც კითხავენ მას, რომ უდელთავარი კითხავს შენ ღმერთს გაფიცებო, თქვიო შენ ხარო ქრისტეო? და უფალიც ეტყვის, რომ შენს თუ შენ ამბობ ამასო, რომ მე ვარ. და ამიტომ გააკრავენ ჯვარზე. ღმერთს გაუტოლაო თავით ისე. მე შედალუცილო, მოქმედებებს შეხედე, მის სასაულებს შეხედე, რაც აღასრულა მან და მიხვდები, რომ ჭეშმარიტად მესია და ჭეშმარიტად ღმერთია. განეს ხალხი არ იყო, რომლებიც თვითონ ამბობდნენ თავიანთი პირით, რომ მსგავსი სასწაული არასოდეს არავის არ მოუხდენიაო. 4 დღის მკვდარი ვისაღუდგენია. შობიდან ბრმისთვის თვალი ვისაუხელია. 5 პური და 2 თევზი 5000 და 10000 კაცი ვის გაუძღია და ვის დაუყურებია და ვის აუღია მე იქიდან უამრავი ნამუსრები. ვის გაუღლია ზღვაზე ისე რომ არ ჩაძირულიყო. ვის მოუხდენია მსგავსი სასწაულები. მაგრამ აი ხო ხედავთ, ადამიანს როდესაც არ უნდა რომ დაინახოს, ის ვერასოდეს ვერ დაინახოს. და ვერ ვისეძლო სიტყვის მიგებად მისა, არც აღავი ნიკადრა მიერ დღიდან კითხვად მისა არ ღარაი. და ვერავინ ვერ უპასუხაო მასო. და თვითონ დაიყვეს პირი და ვერავინ ვეღარ შეძლო შემდეგო, რომ რამე ეთქვათ მისთვის და რამე შეკითხავდნენ რუდისმეო. იმიტომ რომ წინასწარ იცოდნენ და მიხვდნენ, რომ უკვე მათი ყოველი შეკითხვა განსაზღვრული იქნებოდა. ამით დავასრულეთ ჩვენ 22 თავი, ანუ დღევანდელ საუბარში 22 თავი ჩავატიეთ მთლიანად ღვთის მადლით. შემდეგ სამშაბათს გავაგზავნებთ უკვე 23 თავს. მადლობა მოგზაურობისთვის და ყურადღებისთვის.